ეხლა ჩამოთვალე 3 რამ, რაც ყველაზე მეტად უხდება ფეხბურთის ყურებას. და დღეს გავაკეთებთ ერთ-ერთს. გამარჯობა სუფრის კოვზელებო და ახალ მაყურებელო, რომელიც მალე გახდებით სუფრის კოვზელები, იმიტომ რომ გამოიწერთ ახლა ჩემს არხს და გამოყვებით ჩვენ იმ თავგადასავალში, რასაც სუფრის კოვზე ქვია. იმედია ჩამოთვალეთ ის 3 რამ, რაც ყველაზე მეტად უხდება ფეხბურთს და ერთ-ერთი დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა ბარბიქიუს ნეკნები. ბარბიქიუს ნეკნები ერთი შეხედვით ძალიან კომპლექსური კერძი ჩანს, რადგან არის ძალიან გემრიელი, არის უნაზესი, ურბილესი და ვერაზროს ვერ ჩერდები იმდეს ჭამ და ყველას უყვარს. ეს 4 რაღაც განაპირობებს, რომ ვიფიქროთ, რომ ის ძალიან კომპლექსურია, მაგრამ სულაც არ არის ესე. ზოგი ფიქრობს, რომ კარგი ბარბიქიუს ნეკნებისთვის ჩვენ უნდა წავიდეთ რამე კარგ რესტორანში, ან წავიდეთ პაბში ფეხბურთის ყურებისას. ან ვიღაცას გონია, რომ აუცილებელია, რომ სმოუქერი კონდეს, შესაბული აპარატი, ან ვიღაცას გონია, რომ გრილი უნდა კონდეს, მაგრამ ეს ესე არ არის. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ღორის ბარბიქიუ ნეკნებს და გასწავლეთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ყოველ ჯერზე ისეთი, რომ სულაც აღარ დაგჭირდეთ შემდეგ რესტორანში წასვლა. დღევანდელი დღის წესრიგია. როგორ გავამზადოთ ნეკნები მოსამზადებლად, როგორ შევაზავოთ იდეალურად სუნელები, რომ შემდეგ წავუსვათ ნეკნებს, როგორ უნდა გამოვაცხოთ ნეკნები და რამხელა ტემპერატურაზე, რომ არ გამოგვიშრეს და სხვა ხრიკები, თუ როგორ უნდა დარჩეს ჩვენი ნეკნები წვნიანი. პირველი დავიწყოთ, როგორ გავამზადოთ ღორის ნეკნები ბარბიქიუსთვის. გამოვიღოთ ახლა ჩვენი ხორცი მაცევრიდან, რომელსაც პირველ რიგში უკნიდან უნდა მოვაცალოთ აპკი. აპკი იმიტომ უნდა მოვაცალოთ, რომ შემდეგში ჩვენ დავაყრით ჩვენს სუნელების მიქსს, ეს ხორცი უფრო კარგად შევიდეს და აპკმა არ შეუშალოს, რომ ეს არომატები ჩაჯდეს ხორცში. ახლა კი მოდით და განახებთ თუ როგორ მოვაცალოთ აპკი. და აი აქედან უნდა წამოუწიოთ ოდნავ თავი, აი ესე. აი ეს არის აპკი, როგორც ხედავთ და ამას ესე ავიღებთ და კარგად მოვაცლით. ეს ესე მარტივად მოვაცალეთ ჩვენს ნეკნებს აპკი. ესეც უკვე გავამზადეთ ჩვენი ნეკნები და კიდევ ერთი ხრიკი თუ გინდათ რომ კიდევ სხვა საფეხურზე აიყვანოთ თქვენი ნეკნები, არის რომ წინა ღამით უნდა დააყაროთ მარილი ორივე გვერდიდან და შეენახოთ მაცივარში. ამას ქვია ინგლისურად dry brining, ანუ მშრალი დაბასტურება ალბათ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად გადანაწილდეს შიდა წვენები ამ ღორში. ანუ ერთიანად შედის მარილი კარგად და შემდეგ ამის საშუალებით უფრო კარგად ხდება ხორცში ამ წვენების დისტრიბუცია, ასე ვთქვათ, გადანაწილება რა. რადგან ხორცი უკვე მზად არის, შეგვიძლია გადავიდეთ სუნელების მიქსზე. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ის, რა პროპორციებით. მაგრამ სანამ გადავალთ, ასევე წამოვიღე ღორის ნაჭრები, რომელიც ნეკნთან ახლოს იყო. თან ვისწავლოთ თუ როგორ გავაკეთოთ pulled pork, ანუ დაძენძილი ღორის ხორცი. ზუსტად იგივე ტექნიკა არის, არაფერი განსხვავებული, ყველაფერი იგივენაირად უნდა მოხდეს. ტემპერატურაც იგივეა, დროც იგივეა, ყველაფერი იგივე აქვს და გავაკეთოთ 2 ერთში. სუნელებისთვის თქვენ დაგჭირდებათ 2 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი ჩვეულებრივი პაპრიკა, 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი ნიორის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 ჩაის კოვზი წითელი ცხარე წიწაკა და 1/2 ჩაის კოვზი დაღერღილი წიწაკა. ეხლა კი ეს სუნელები ავიღოთ, შავი პილპილი რა თქმა უნდა დავფხოთ და დანარჩენი ყველაფერი გადავურიოთ ერთმანეთში. მე ყავისფერი შაქარი კიდე ოდნავ დავამატე, რადგან მიყვარს ტკბილი ნეკნები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ ისევ იგივე პროპორციით გააკეთოთ, რაც მანამდე ვთქვი და ასევე თუ ძალიან ცხარი არ გინდათ, შეგიძლიათ რომ დაღერღილი წიწაკა ამოიღოთ, ან დაფხული წითელი წიწაკა. ეგ გემონების ამბავია, მე ცოტა მიყვარს სიცხარე ნეკნებში, რადგან მე ბარბიქიუსაც რო წავუსვათ, ის უფრო ტკბილი არის და შებოლილი ტკბილი და ცხარე მე ერთად ძალიან მიყვარს. მივიღოთ აი ესეთი მასა. და ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ღორის შეზავებაზე. იმის რომ კარგად მიეწევოს ნეკნებს ჩვენი სუნელების მიქსი, ამისთვის საჭიროა შემაკავშირებელი რა. და ეს შემაკავშირებელი იქნება დიჟონის მდოგვი. ეს აღჭირდება არომატისთვის, ან გემოსთვის, ეს უბრალოდ შემაკავშირებელი არის და მეტი არაფერი. ეს ავიღებთ ფუნჯს და ისე კარგად გადაусმოთ. აქედან წამოვატრიალოთ და აქედანაც ისე კარგად წავუსვით. ახლა კი იზღა დაგვრჩენია, რომ ზემოდან მოვაყაროთ ჩვენი მანამდე გაკეთებული სუნელების მიქსი. ესეც ესე
შევკვაზეთ ჩვენი ბარბიქიუს ნეკნები და როგორც ხედავთ არ უნდა დაგენანოთ ეს ბარბიქიუ რაბი ზემოდან და ძალიან ბევრი უნდა დააყაროთ. მე ხა ვიხმარე დიდი სუნლების ასაყრელი მაქვს სახში და მაგით კარგად გადავანაწილებ. და ასევე რა თქმა უნდა თან შევაზავოთ ის ნაჭრები, რომელზეც გითხარით რომ მაქვს თქო. ესე დავაყაროთ. მასაც ბევრი არ უნდა დაგენანოთ. და მზად ვართ რომ უკვე გამოვასხოთ ჩვენი ბარბიქიუს ხორცები, მარტო რიბები აღარ გვაქვს, ხა ბევრი ხორცი გვაქვს. ეხლა კი უნდა შევფუთოთ ჩვენი ხორცები და შეფუთის მთავარი მუღამი ის არის რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ენმა გამოვაღწიოს გარეთ გამოცხობისას. თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამ. ავიღოთ გამოსაწყობი თაღალდი და ასევე დაგვჭირდება ფოლგა ალუმინის და გადმოვიტანოთ ჩვენი ნეკნები. კიდე ცოტა დავაყაროთ ზემოდან, იმიტომ რომ ზედმეტი არასდროს არ არის. შინით კარგად ჩავაწვეთ და გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ესე შევკრათ. შემდეგ გავიღოთ ფოლგა. და მოვათავსოთ. ესე მოვათავსოთ ფოლგაში. ხორცი შეგიძლიათ იგივე არ შეფუთოთ ზუსტად როგორც ახლა შევფუთე, ან ჩადოთ რამე ქვაბში და ისე გამოვაცხოთ. უბრალოდ ერთი თავი კარგად უნდა მოუკრათ ქვაბი თუ გააკეთეთ. თავარია რომ ტენმა გარეთ არ გამოაღწიოს ძალიან. ტენში კარგად ჩაიხარშოს რომ ჩარბილდეს. ცხოვრებაში პირველად ვცდილობ ამას, ესეთი რაღაცები იყიდება და ამაში აცხობენ ხოლმე ქათმებს და სხვა რაღაცებს. ეხლა მინდა რომ ცადო და ვნახოთ როგორი გამოვა. მასაც თავი კარგად უნდა მოუკრათ. მაშინ ანუ ეს პარკები რაც არის სპეციალურად არის გამოსაცხობად, ანუ არ დაიწვება შენს მაგის არ შეგეშინდეთ და ვნახოთ და თუ კარგი გამოვა, მე რაღაცები კიდე შეგვიძლია მოვიფიქროთ. ეხლა კი რაც შეეხება ტემპერატურას და დროს. ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 150, 140 გრადუსი და უნდა შევაგდოთ დაახლოებით 2 საათი. ნეკნებს მინიმუმ 2 საათი, 3 საათამდე მაინც ჭირდება ხოლმე ღუმელში რომ გამოცხეს. სანამ ეს ყველაზე რთული პროცესია ეხლა, რასაც ლოდინი ქვია, ამდე გეტყვით თუ რატომ უნდა დავაყენოთ ამდენი ხანი ჩვენი ნეკნები და ჩვენი ხორცი ღუმელში. კოლაგენი თავდაპირველად არის ძალიან ხისტი და როდესაც დიდი ხანი თერმულად მუშავდება ის გადაიქცევა ჟელატინად. და სწორედ ეს ჟელატინი გვაძლევს შემდეგ ამ დიდარ ნაზ, ამ წვნიან ტექსტურას. და ზუსტად ამიტომ მუშაობს დაბალი ტემპერატურა ხანგრძლივი პერიოდით ნეკნებზე და თუ ჩვენ შევეცდებით რომ 1 საათი ჩავუტიოთ ყველაფერი, ეს არ გამოვა, რადგან ჭირდება კოლაგენი რომ დაიშალოს და გახდეს ჟელატინი. ეს უბრალოდ არც ტრადიციაა და არც რაღაცა, ეს არის ჩვეულებრივი კულინარიული მეცნიერება. ხო? მორჩა ლოდინი, ანუ პირველი ლოდინი მორჩა და ეხლა გამოვიღოთ და ვნახოთ როგორ დღეშია ჩვენი ნეკნები. ეს ისე თავის წვენებში და მქონებში ტანტალებს. და ეხლა ახლოს მოეწიეთ რომ გავჭრათ და ვნახოთ როგორი იქნება. პირველში ეს არის ჩვენი ხორცი რომელიც გამოვაცხეთ და ეხლა ვნახოთ ეს როგორ დარბილდა. ეს არის ცხიმი რომელიც გამოვიდა ღორისგან და გავამზადოთ ესეთი ფორმა ფოლგისგან. დავდოთ გამოსხობ ქაღალდზე, გადავდოთ გამოსხობ ლანგარზე და ეს ჩვენი კოჭი დავყაროთ აქ. ეს არის ჩვენი მთავარი გმირი. ჩაუჭრათ. გვერდები, რა გამოჩნდება ნეკნებიც, ლამაზი. სასტოული თუ გინდა. გახკაცება შემიძლია განახოთ როგორ იშლება. და აი. და რაც შეეხება ბარბიქიუს соуს, დღეს მე ვიხმარ რემიას ბარბიქიუს соуს, რომელიც შეგიძლიათ შეეძინოთ ნიკორას სუპერმარკეტში და არის უგემრიელესი და ძალიან კარგი არომატი. და უხდება არა მარტო ღორის ხორცს, არამედ ქათმის ხორცსაც და ნებისმიერ ამის. ამიტომ წადეთ. ზოგადად ბარბიქიუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მას გამოვიყენებთ, რადგან ბარბიქიუს ნეკნებს ვაკეთებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის და დაბალანსებული ბარბიქიუს соуსი გამოვიყენოთ და მე დღეს გადავწყვიტე, რომ გამოვიყენებ ალბათ black jacks და რაც შეეხება wild bills უკვე გამოვიყენებ ჩასაწაწუნებლად ამ ჩვენი ნეკნების. და გადაუსვეთ მთელ ნეკნებზე და ღორის ხორცზე, რომ კარგად დაკარამელიზირდეს შემდეგ ღუმელში. და ეხლა მოდის ბოლო ეტაპი, რომ ეს ჩვენი სასწაული ღორის ნეკნები შევუბრუნოთ ისე უკან და დავაკარამელიზიროთ ეს ჩვენი ბარბიქიუ, რომელიც წაუსვით.
ანუ აი ნეკნებს ვეჭამთ ხოლმე და ზემოდან რომ წებოვანი ბარბეკიუ აქვს, ეს არის ამის დამსახურება. დაახლოებით 10-15 წუთი გრილის ფუნქციაზე 200 გრადუსზე შევებრუნოთ ჩვენი ბარბეკიუ. ანუ ისე მშია და ისე ველოდები და სასწაული გამოვიდა. აი ძალიან კარგი გამოვიდა. სად არის თაკო? გავიდა ზუსტად 14 წუთი და ესეც ჩვენი ულამაზესი ნეკნები. ფოტონა გადავუღო. და როგორ უნდა ნახოთ მზად არის თუ არა თქვენი ნეკნები. ჩვენი დაზენზილი ხორცი. ესა ჩვენი ნეკნები, მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთის თუ ნებისმიერ თამაშის ყურებას და თუნდაც თამაში არ იყოს და უბრალოდ შეკრებას ეს ნეკნები ძალიან მოუხდება. ვფიქრობ, რომ ესეთ კარგ ნეკნებს თბილისში ძალიან იშვიათად შეჭამთ. არ ვიცი, თუ გინდათ ამ პარტავენ დამარხვეთ, თუ გინდათ რაც, მაგრამ სასწაულია. და ეს მარტო ხორცის დამსახურება არ არის, ეს აუცილებლად დამსახურებაა რემიას ბარბეკიუ соусების, რომელიც შეგიძლიათ შეძინოთ ნიკორას სუპერმარკეტში და არის უგემრიელესი ბარბეკიუ соуსი. მართლა დიდი ხანია ვიყენებ და მართლა ძალიან გამიხარდა, რომ ესე კარგად გამოვიყენე დღესაც ეს ბარბეკიუ соуსი. ეხლა ვიღებ ამ соуს მეორეს. გავსინჯოთ მასთან ერთად და ნახოთ. სანამ გაცემულა, კადრს უნდა მოვშორდე. გამოეწერა ჩემი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო. ერთად ავარჩინოთ სუფრის კოზის პატარა კიბერსოფელი. ბაი!